დემოკრატია რო იყო, ეს არ ნიშნავდა, რომ ყველას ხმის უფლება ქონდა. ხმის უფლება ქონდა მარტო იმას, ვინც იბრძოდა, ვინც სამხედრო მოსამსახურე იყო, ვინც ბრძოლაში გადიოდა ომის დროს, ვინც არ გადიოდა ბრძოლაში. მას არც მოქალაქის ხმა ქონდა, არც არჩევნების მონაწილეობის უფლება ქონდა, აფერი არ ქონდა. ისე სწორი ხარ. ასე იყო ათენში, კაცო, მოქალაქე თუ იყავი, ჰოპლიტი უნდა ყოფილიყავი ომში. ძიმე ქვეითი მეომარი. ასე იყო რომში. რომის მოქალაქე რო ხდებოდი, ავტომატურად უკვე შენ გევალებოდა, რომ რომაულ ლეგიონში უნდა წასულიყავი ომის დროს, საფრთხის დროს. და აქ ყველა სულელს აქვს საარჩევნო ხმა. ეხლა რომ ისი რა არის 21 საუკუნეა, სვანერად გაიგებს ხალხი ამას. მოდი აი ამ თემას გავუყვეთ. როგორ უნდა ისე გაიგოს რა? რა სხვანაირად უნდა გაიგოს? გეთახვევი, მაგრამ რა ვთქვი, ახლა ტყუილი ვთქვი რამე?